რამდენიმე წლის უკან მახსოვს ვიყავი ზუსტად შენს გადაცემაში, სადაც ვამბობდი, რომ ძალიან სევდიანი გარემოა თქო და გარეთ ქუჩაში რომ გავდივარ, ნაცრისფერია ყველაფერი და ხალხს არ აქვს ბედნიერება სახეზე და არც თვალიდან არანაირი ნაპერწკალი. არ ვიცი, შეიძლება ეს მე მეჩვენება თქო, მაგრამ აი ამას ვხედავ თქო და ცოტა მგონია მეთქი, არ ვიცი თუ გახსოვს, მაშინ თქვი რომ ცოტა მახსოვს ძალიან კარგად, იმიტომ რომ საოცრად საინტერესო ეთერი. ცნება მაქვს იმის, რომ აი სიზმარში რო ხარ რა და რაღაც ხიფათი რო გაქვს სიზმარში, ყველას გქონია ეგეთ სიზმარი ცხოვრებაში ხშირად. და ხიფათი რო გაქვს სიზმარში და გინდა რომ საშველად მოუხმო ვინმეს რომ გიშველონ რა, იმიტომ რომ ხო და რო ყვირი და არ არის ეს ხმა. აი ეგ შეგრძნება მქონდა წლების მანძილზე. და ეს არის კატასტროფული შეგრძნება ჩემთვის, რომელიც აი მამყოფებს თითქოს ვარ გვამი მიცვალებული, ცოცხალი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად ხმა მიგვეწვდინა და დღეს ჩემთვის დღევანდელი ეს დღე იყო ხმა გაისმა და მე გავცოცხლდი, მე პირადად გავცოცხლდი და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი ის საზოგადოება, ვინც ამას ესწრებოდა და დღეს არა მარტო 28-დან მოყოლებული დღემდე ეს ხმა ისმის და არ დამთავრდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებას, ადამიანის პატივისცემას. ადამიანი არის მნიშვნელოვანი და ერთი ადამიანიც კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ისეთ მოცემულობაში, როდესაც ერთი კი არა, აი რაღაცა თავებს ითვლიან, ხო? და როდესაც ხარ ძალიან ბევრი, ამბობენ, რომ არ ხარ. ამას გაჯერებენ ადამიანს, ხო? აი ესე რაღაცა საოცარ რაღაცებს გზავენ. მათთვის მაინც ცოტა. ხო, ამიტომ ჩვენ ისეთ მოცემულობაში ვართ, რომ არავინ და არაფერი არ გვიცავს ერთმანეთის გარდა. აბსოლუტურად დაუცველები ვართ. სასამართლო არ არის, სამართალი არ არის, პოლიცია არ ყავს, თუ ყავს და შეიძლება გულშემატკივრობს, მაგრამ უფლება არ აქვს რომ დაგიცვას. ეს არის საშინე მძევლება ყავთ აყვანილი. აბსოლუტური მძევლები არის, მოსამართლეებიც მძევლებად არიან აყვანილები. საერთოდ ყველა მძევალია, ვინც ამ სტრუქტურებში არიან. ისინი მე მგონი კიდევ უფრო უარეს და უბედურ დღეში არიან, ვიდრე ჩვენ რომლებმაც გავბედეთ და ხმა ისე ამოვიღეთ, რომ აი იმ სიზმარში გაისმა. აღარ ვართ თითქოს სიზმარში, ხო? და მალე ეს კოშმარული სიზმარი უნდა დასრულდეს. ისე თითქოს არ არსებობდა არასდროს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთის გარდა არ გვყავს არავინ და ხშირად არის ხოლმე, რომ ეს ვეხები ადამიანებს და მე ვხსნი, რომ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიგრძნო, რომ რეალურად ხო, ვართ, ერთად ვართ რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ყოფნა. და იმიტომაც ვართ ამდენი, იმიტომ რომ ყველა მიხვდა, ადამიანი დღეს მიხვდა, რომ გარეთ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ სხვა ხსნა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს ერთობის გარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება. ხან ბევრი ვართ, ხან ცოტა ვართ, მაგრამ ეს რაღაცა დუღდება და გადამწყვეტ მომენტში ქართველი ძალიან დიდი ფენომენის ფენომენალური რამ არის, ეს არის ამოუცნობი რაღაც ისეთი ღვთიური რაღაც, არაფერს არ ვაჭარბებ, მართლა რაღაც ისეთი კოდია ქართველში, რომ გადამწყვეტ მომენტში მას აქვს უნარი, ძალა, მარტო თავის ქვეყანა და თავის თავი კი არა, მთელი დედამიწა მოაყირაოს და შეცვალოს და მე ამის მჯერა. უბრალოდ თითოეულმა მათგანმა უნდა დაიჯეროს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ მზად ვართ ვიაროთ ყველგან. ამაზე მინდა მე დაგისვა ზუსტად ეს რწმენა მათში გავაღვივოთ, ანუ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უფრო გავაძლიეროთ და ჩვენ უკვე ვართ გამარჯვებულები.
არავის არ გეგონოთ, რომ რაღაცნაირად მარცხ. არა, ჩვენ გამარჯვებულები ვართ უკვე. უბრალოდ წინ კიდე ბევრია გასაკეთებელი, ბევრი ბრძოლა, უფრო რთული ბრძოლაა და ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად ლოგიკური და მნიშვნელოვანია და რაც შეეხება ამ დროს ეს არის და არა მარტო ამ დროს ყველა უკანონო და უდანაშაულო პატიმარს რა თქმა უნდა თავისუფლება და მოვა დრო რომ ისინი აუცილებლად გათავისუფლდებიან, რამდენად მათ ხელში სანამ ესენი არიან არ ვიცი, წარმოუდგენელ რაღაცებს კერავენ და ჭრიან და ლაპარაკობენ და აბსოლუტური ბოდვაა ეს ყველაფერი და ისეთ რაღაცებს აჯერებენ თავიანთ არ ვიცი მომხრეებს თუ არ კატასტროფული პროპაგანდა მუშაობს ეს ტელეარხები იქნება თუ სოციალურ ქსელებში რაც ხდება ეს არის კატასტროფულად საშინელი ბოროტების უკიდეგანო მანქანაა რა მაგაზე დგას რეალურად პროპაგანდაზე დგან მაგრამ ჩვენი ძალა არის სიმართლეში, ჩვენი ძალა არის სიყვარულში, ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. ჩვენ მართლა ძალიან გაბრაზებული. როგორ შეიძლება მე არ ვიყო გაბრაზებული? აი ტკივილა ის სხეულის ტკივილამდე, ჭრილობებამდე დასული ტკივილები მაქვს სიბრაზისგან, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შვილი სტოლა ბიჭებს და გოგოებს საშინლად აწამებდნენ და არა მარტო ის კადრებია, რაც ვნახეთ, ის ხო საშინელებაა. მე შიგნით რო შეყავდათ ძალიან ბევრი ამაზე ვერ ლაპარაკობს. დამუნჯებულები არიან გოგოები. ისეთ საშინელებებს და სისასტიკეებს ჩადიოდნენ ხალხო. ამაზე ხო ყველა ვთანხმდებით აბსოლუტურად. ვინც არ უნდა იყოს ის იმ ხარეს ამ ხარეს, რა მხარესაც არ უნდა იყოს, ხო ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ყველასთვის მიუღებელი. და მარტო მხოლოდ ეს გვაერთიანებს, თუნდაც პოლუსიკით მყოფი ადამიანისა და მე. იმიტომ რომ ის ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ მძევალია და მე უბრალოდ გავბედე და ხმა ამბობ.